3 წლის შემდეგ ბათუმში რუსული გემი ასტორია გრანდე ბრუნდება. ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 28 მაისს შემოვა. ჯამში წლის ბოლომდე კი 10 ვიზიტია დაგეგმილი. ინფორმაციას უარყოფს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ გემი საქართველოში არ ბრუნდება და ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ასტორია გრანდემ ბათუმის პორტი 2023 წელს მოქალაქეების მწვავე პროტესტის შემდეგ დატოვა და ლაინერმა მარშრუტებიდან საქართველოს მიმართულება ამოიღო. ოცნების ახალი კანონ პროექტით მინისტრის მოადგილეებს წლიურად 28,000 ლარამდე დანამატისა და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ. კანონ პროექტის მიხედვით მინისტრს, მერსა და გუბერნატორს მოადგილის წახალისება შეეძლება თუ ისინი ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან დამატებით ფუნქციებს შეასრულებენ. უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების რევოლუცია ამერიკასა და ევროპელებში შურს იწვევს. ამის შესახებ როიტერსი წერს. გამოცემის ცნობით, დასავლური ქვეყნები და კომპანიები აქტიურად ინტერესდებიან უკრაინული ტექნოლოგიებით. ამერიკაში კი აღიარებენ, რომ უკრაინული სისტემა დელტა ბევრ დასავლურ ანალოგს უკვე აღემატება. პერმში უკრაინული დრონების ჭირის მოსაშორებლად რელიგიური მსვლელობა გაიმართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ სასულიერო პირებმა ქალაქს ღვთისმშობლის ხატით შემოუარეს და საზღვრები აკურთხეს.